შესაწყალებელთა სია, ვინ დაგიწერათ რომ მითხრათ, ბატონო მიშა. შეწყალების მაფია, როგორ გამოუშვეს ციხიდან ქართული ოცნების მხარდამჭერების პატიმარი ოჯახის წევრები. თქვენი მეუღლე უბანში რატომ დადიოდა? ციხეში მჯდარი ადამიანების პირადობის მოწმობების შესაგროვებლად. დღეს აქ თავად მოусმენთ გათავისუფლებულებს, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ განცხადებები არ დაუწერიათ, ციხის უფროსები იბარებდნენ და უკვე დაწერილ ტექსტებზე ხელს აწერინებდნენ. დაბეჭდილი იყო ის შეწყალების ტექსტი და ხელი მოვაწერე. გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანია 17 იანვარს დაუწერე განცხადება და გამომეშვეს 20 იანვარს. ოცნების რეჟიმის მხარდამჭერების ციხიდან გამოშვების გამო სკანდალი რომ არ ამტყდარიყო, სიაში რიგითი პატიმრებიც გაურიეს, გაზარდეს რაოდენობა და გადამალეს სკანდალური გვარები. მოვიდა უარი და ამ ერთი კვირის წინ ციხის უფროსმა დააწერინა თვითონ. მხოლოდ ოცნების ერთი საარჩევნო კაპიტნის 5 პატიმარმა ციხე ერთად დატოვა. ბატონმა ყაველაშვილმა მისცა ეს შესაძლებლობა თუ თქვენ შეძელით ეს, როგორც ამადგარმა კაპიტანმა ქართული ოცნების. შაბათის ეთერმა დაადგინა ციხიდან გამოშვებულთა ვინაობა. დაურეკა ქართული ოცნების სახელით. გულწრფელ საუბარში კი ყველა ფარული გარიგების დეტალები გათქვეს, რომლის შესახებაც აქამდე არავინ იცოდა. რამდენი ხმა შეაგროვეთ ქართული ოცნების სასარგებლოდ? დედა თქვენიც მუშაობდა ხო აქტიურად? შეწყალება ფეხბურთელის სახელით, რომელსაც პრეზიდენტობა დააბრალეს. 8 საათზე ნახეთ ამ დიდი ორომტრიალის დროს სად არის მიხეილ ყაველაშვილი. ძალიან ნერვიულობთ ქვეყნის ბედზე, არა აქვს საქმე? პრეზიდენტობანა ტელესერიალის სცენარით. დღეს ჩვენს ეთერში რა საქმიანობს კაცი, რომელზეც გვიმტკიცებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალია. კრიმინალურ სამყაროს გრევი გაუკეთეთ ამ შეწყალებით, ბატონო მიშა. მშენებლობის დროს ვიღაცამ დაუშვათ შენ აშენებს ახლა $1000 მაჩუკა, ხო? ნაჩუქარი დოლარებით აშენებული ორსართულიანი ვილა ტაბახმელაში, რას მალავს ხალხის დევნასა და ცემაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი. შეიძლება მაჩუკა. კაცი ხარ. შეიძლება მაჩუკა. არა. შეიძლება მაჩუკა. დეკლარაციით გრიგოლ ბესელია უქონელი პოლიციელია. არც სახლი აქვს, არც ბინა და არც მანქანა. რა ხდება რეალურად? ნახეთ შაბათის ეთერში. დიაბესელიასია იქ სახლის ესეც ნოსიშის ერთი შეცდომა დოკუმენტებში და გაშიფრული მთელი სქემა. დღეს ჩვენ გიჩვენებთ საიდან დავადგინეთ, რომ სახლი პანორამული ხედებით თბილისზე გრიგოლ ბესელიას საკუთრებაა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო. ის წინა რის სამეცნიერო ჩაუფარცხეთ საქმე. ის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პოლიციის ნამდვილ ვარსკვლავად აქციეს. ივანე მერაბიშვილთან მჭიდრო მეგობრობით კარიერული საფეხურების სწრაფად აიარა. წინა ხელისუფლების გასამართლების ეგიდით მოხვედით, ბატონო ალექსანდრე. მერაბიშვილის რჩეულობიდან ვახტანგ გომელაურამდე. ნახეთ როგორ გააქრეს 6 მაისის და 15 ივნისის ცნობილი დარბევის საქმეებიდან გრიგოლ ბესელიას გვარი. რამდენი ადამიანი დააკავეს? და ბონუსად შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებობა მიაყოლეს. გრიგოლ ბესელია ბისი მოთხოვნით ამოიღეთ სისხლის სამართლის საქმიდან. პრესცენტრს უნდა მემართოთ საქმის პროკურორი თქვენ ხართ. დღეს 8 საათზე გაიგეთ ვინ არის პოლიციელი, რომელიც ქუჩაში გცემთ, გაკავებთ გდევნით. ერთი წუთით ეხა დავასრულებინეთ. გაცრავად, ხმას მიუწევთ. არა, ხმას მიუწევთ. არა, ერთი წუთით არა, დავასრულებინეთ. მიყვირით თუ ტუქსავთ თუ რა შვებით ახლა. მიყვირო რომ აღელდით ახლა, არა. კი. ცესკოს შებს ახალი სკანდალი გაუსკდა. რეორგანიზაცია ბატონო. რაღაცების ქექვას, რაღაცების ეს ჩვენი საქმეა ბატონ გიორგი. არჩევნების დღეს თანამშრომლები, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი არ იყო, სამსახურშიც კი არ გამოიყვანეს, რომ არ ენახათ, რა სატრიალებდნენ ოცნების სანდო კაცები. ასეთი რამ საერთოდ წარმოუდგენელია თუ თანამშრომელი მკვდარი არ არის უნდა იყოს. ვინ მართავდა პროცესებს გაყალბებული არჩევნების დროს ცესკოში? ცესკო შენობაში დადიოდნენ ადამიანები არსაიდან, რომთა შესახებ არაფერი ვიცოდით. ეს ის ხალხია, ვინც საარჩევნო კომისიაში 15 და 17 წელი იმუშავა. მე არ ვიყავი თანამშრომელი, რომელსაც ნებისმიერ დავალებას მიცემდა.
ყველა, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირა, სახლში გაუშვეს. თითი დაუქნია, თუ სხვა ვიღაცა რამეს დაწერს, ჩვენ დღეს გაუყვებიან. თანამშრომლები, ვისაც უნდა შეემოწმებინა, როგორ ტარდებოდა არჩევნები, ირკვევა, რომ კონტროლზე საერთოდ არ გაუშვეს. რა შეიძლება მომხდარიყო ისეთი საეჭვო, რაც ჩვენ არ უნდა დაგვენახა. კაცი, რომლის ჩატარებული არჩევნებით დასავლეთმა არ აღიარა და რომლის ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო დიდ დაპირისპირებაში ჩაძირა, ჩვენს კითხვებს უბრალოდ ვერ პასუხობს. ჩვენთვის უცნობი არის ამის შესახებ, ამას ყველაფერი უცნობი, რანაირად არის თქვენთვის, ბატონო გიორგი? თუ კალანდარიშვილმა არ იცის, მაშინ ვინ მართავდა პროცესებს CSKO-ში? სუსის უხილავ-ხელზე რას მეტყვით, ბატონ გიორგი, რომელიც CSKO-ში ტრიალებს? დღეს 8 საათზე არაფორმალური მმართველობა ქვეყნის მთავარ საარჩევნო უწყებაში, რომელიც არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტს. თქვენ ყოფილხართ CSKO-ს Deep State და გლობალური ომის პარტია. ვინ მართავს საარჩევნო ადმინისტრაციას? კალანდარიშვილი თუ ჯავახიშვილი? თქვენად ირეთ მართლა კალანდარიშვილი? ბატონო კაცი, რომელსაც თანამშრომლები პირად საუბრებში CSKO-ს შორენა თეთრუაშულად მოიხსენიებენ. მე მინდა გკითხო თქვენ ახლა გოგობეჭიშვილო, თქვენ დედას ხო ხავთ? რეჟიმის მამხილებელი ექიმი ციხეში ნარკოდანაშაულის გამოგონილი ბრალდებით გამოკეტეს. საქმეში იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ შავზე თეთრის მტკიცების პროკურორსაც კი სხვენია. პოლიციამ ჩაუდო ახობაძეს ნარკოტიკი და თქვენ ახლა ამას აправებთ ამ შენობებს. სანქცირებულმა გომელაურმა საქმეების შეკერვა ჩადების ცნობილ ოსტატ შალვა ბედოიძეს დაავალა. მინისტრის მოადგილეს საქმის ბოლომდე გაყალბებაც კი დაეზარა და იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ჩადების კვალი ზედაპირზეა. პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკსაშუალება გიორგი ახობაძის პირადი შეკის შედეგად. რატომ არ გადაიღო ეს ყველაფერი? მობილური არ იყო ტექნიკური საშუალება. სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე, ექიმი რეჟიმს აგინებდა სოციალურ ქსელში. წერდა ვიდეოებს, როგორ დაეღწია ხალხს თავი ხარება სპეცრაზმელებისგან. იღებს და აგდებს წყალში და ქრება. ანგრევდა ოცნების პროპაგანდას ახალგაზრდებში. ალო, ქართული ოცნების ტვინების რეცხვის კანტორაა? თავის ტკივილად ქცეული აქტივისტი რეანიმატოლოგი საბოლოოდ ციხეში გაუშვეს და ასე გადაწყვეტეს მისი გაჩუმება. პოლიციელები ნეიტრალური მოწმეები არიან. ეს ვისი სტანდარტი? გაბიტაშვილის სტანდარტია? არა, ვერ გამეცი. სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე, რეჟიმის სისასტიკემ მისი დედის სიცოცხლე იმსხვერპლა. გიორ სახლში ყოფილიყო, ეს ამბავი არ მოხდებოდა. დღეს 8 საათზე ახობაძის საქმის პოლიციის ფაილები ჩვენს ეთერში. სისხლის სამართლის საქმეში დევს ის, რომ არაფერი არ აქვს. ყველაზე მძიმე სანქციების ქვეშ მოყოლილი გომელაური, ნახეთ როგორ მიდის ყველაფერზე, რომ ერთგულება ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს. ნარკოტიკების ჩადება რომ არ გადაიღოთ მობილურები, ამიტომ ჩამოგართვეს. ჩვენი გუნდი მთელი კვირა მუშაობდა იმისთვის, რომ დღეს საღამოს 8 საათზე წარმოგიდგინოთ ამბები, რომელსაც სხვაგან უბრალოდ ვერ